ჩვენ დღეს გვინდა შემოგთავაზოთ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც თავად არის ჩემთვის პირადად იერუსალიმი და მოდი ახლა ვთხოვოთ თვითონ წარმოგვიდგინოს თავისი თავი. ჩემი სახელია აბუ ელ-ვალიდ დაჯანი. მე დავიბადე იერუსალიმში 1954 წელს, მუსლიმურ ოჯახში. რამდენადაც მე ვიცი, თქვენი ოჯახი მე-15 საუკუნეში უკვე ჩამოვიდა იერუსალიმში. აი მოგვიყევით, საიდან მოხვედით იერუსალიმში და სად დამკვიდრდნენ? დაჯანების ოჯახი იერუსალიმში მე-15 საუკუნეში დასახლდა. თავდაპირველად 4 ძმა ჩამოვიდა მაროკოდან. ისინი პალესტინაში სწორედ იმ დროიდან არიან. ამჟამად ეს ოჯახი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს. დაჯანების ოჯახის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცელი გახლავთ ის, რომ ჩვენ ვიყავით დავით მეფის საფლავის მცველები, რომელიც მდებარეობს სიონის მთაზე. სწორედ იქ, სადაც საიდუმლოს ერობის ადგილია. ჩვენი ოჯახი ფლობდა სიონის მთას მე-15 საუკუნიდან 1948 წლამდე. ჩვენი საგვარეულო სახლები სწორედ იქ მდებარეობს. სამწუხაროდ ისინი ჩამოგვართვეს. და რატომ მოხდა იმ ადგილის ჩამორთმევა? როგორც მე ვიცი, არ ვიცი რამდენად სწორია, რომ დღეს ის ტერიტორია ისევე სასამართლო დავაშია და არც ერთ რელიგიას და კონფესიას არ ეკუთვნის მე მგონი. თქვენ შეკითხვას ორ ნაწილად დავყოფ და ასე უპასუხებ. 1948 წელს, როდესაც აქ პალესტინაში ომი დაიწყო, მოგვიწია ჩვენი სახლების დატოვება სიონის მთაზე, იმ იმედით, რომ უკან დავბრუნდებოდით. თუმცა რასაკვირველია, ჩვენ ვეღარ დავბრუნდით, რადგან ისრაელის მთავრობამ კონფისკაცია გაუკეთა ჩვენ სახლებს. მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ 1959 წელს ჩვენმა ოჯახმა, ჯერ კიდევ მამაჩემის სიცოცხლეში, დადო ხელშეკრულება ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 2004 წელს კი ებრაულმა ჯგუფმა სახელწოდებით ატერით კოჰანემ შეისყიდა ჩვენი სახლი, უпростоრედ დადო ახალი კონტრაქტი 99 წლით ჩვენთან შეთანხმების გარეშე. და ჩვენს მიერ დადებული ხელშეკრულება ბერძნულ ეკლესიასთან არ გაითვალისწინა. Contract that I made with the Greek Orthodox Church since 1949, that was my father who made it. ამჟამად სამწუხაროდ ჩვენი საქმე სასამართლო დავაშია. მათ უნდათ რომ ჩვენი საკუთრება დავთმოთ. რა თქმა უნდა, საკუთრების დათმობა ძალიან ძნელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი რამ. იერუსალიმის პატრიარქი, მისი უნეტარესობა თეოფილე მესამე, ჩემი ახლო მეგობარი გახლავთ. და მინდა გითხრათ ის, რაც მან ერთხელ მე მითხრა. აბუ ამირ, ჩვენ ერთ ნავში ვსხედავთ. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, მხარ და მხარ. და ეს საკუთრება კვლავ ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს. როგორც მოგეხსენებათ, სასტუმრო მდებარეობს იაფოს კარიბჭესთან, რომელიც არის მთავარი შესასვლელი ძველ ქალაქში. ეს არის ასევე მთავარი შესასვლელი უძველეს ეკლესიებამდე და მეჩეთებამდე. ეს გახლავთ ძალიან სტრატეგიული ლოკაცია. მინდა ასევე გავიხსენო ისტორიიდან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. 628 წელს მუსლიმი ხალიფა ომარ იბნ ალ-ხატაბი მოვიდა იერუსალიმში და დაიპყრო იგი. ვინ იყო ის პიროვნება, ვინც მას პირველი შეეგება იაფოს კარიბჭესთან? ეს გახლდათ პატრიარქი სოფრონიუსი, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი. სწორედ ის შეეგება და შემოუძღვა იერუსალიმში ხალიფა ომარს და ისინი ერთად მივიდნენ მაცხოვრის აღდგომის ტაძართან. როდესაც ისინი ტაძარს მიუახლოვდნენ, ამ დროს ლოცვა აღევლინებოდა. პატრიარქმა სოფრონიუსმა ხალიფა ომარს შესთავაზა, რომ მასაც ელოცა. მაგრამ ხალიფა ომარმა უარი უთხრა, რადგან თუ მე ახლა აქ ვილოცებ, ეს მომავალში კონფლიქტის საფუძველი იქნება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორისო. ამის შემდეგ მან აიღო პატარა ქვა და ისროლა. და სადაც ის ქვა დაეცა, ის მივიდა იმ ადგილთან და ილოცა.
დღეს იმ ადგილას, რომელიც 100 მეტრის მოშორებით აღდგომის ტაძრიდან, დგას მეჩეთი ომარ იბნ ალ-ხატაბის სახელობის. ასე რომ იერუსალიმის ბერძნული ეკლესია იმ დროიდან ზრუნავს ძველი ქალაქის მოვლა პატრონობაზე. და დღეს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიბრუნოს ის ქონება, რომელსაც საფრთხე შეექმნა მისი წინამორბედი პატრიარქის ირინეოსის ხელმოწერილი კონტრაქტით. მე მაინტერესებს ასეთი რამ. თქვენ მოხვედით მე-15 საუკუნეში, ასე ვთქვათ, და მას შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო. და ამ დროში უამრავი ისტორია იყო. ცხადია, სიონისთვის გარდა სხვა ტერიტორიებსაც ფლობდით ალბათ და გარკვეული როლიც ითამაშეთ ამ ქალაქის ისტორიაში. აი მაინტერესებს რა იყო მე-15 საუკუნის შემდეგ ამაზე რომ ვისაუბროთ. When the family came over from Morocco. როდესაც ჩემი წინაპრები მაროკოდან დიდი ხნის წინათ აქ მოვიდნენ, მათი ნაწილი დასახლდა სიონის მთაზე, ხოლო ნაწილი კი დასახლდა იმ ადგილას, რომელიც ეხლა ეგრეთ წოდებული დასავლეთ იერუსალიმია და იგი ოკუპირებულია ისრაელის მთავრობის მიერ. ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია დავბრუნდეთ ჩვენ სახლებში. Which is now occupied by the Israeli government. We cannot go back to our houses. We personally, I should say, პირადად ჩემი ოჯახი შემიძლია ვთქვა, რომ ვართ ეგრეთ წოდებული პალესტინელი დევნილები. ვინაიდან ჩვენ მოგვიწია ჩვენი სახლების დატოვება და ჩვენ უკან ვეღარ დავბრუნდით. ეს ადგილები ჩემი სასტუმროდან 10 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს. როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენი ოჯახის ნაწილი სიონის მთაზე იყო დასახლებული. რაც შეეხება ახალ თაობას, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან განფენილები. ზოგი განათლებას იღებს, ზოგი მუშაობს. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი გვარის უმეტესი წარმომადგენელი იერუსალიმში ცხოვრობს. ძირითადად ძველ ქალაქში, ისინი არიან წარმატებული ბიზნესმენები. იცით რა მინდა გკითხოთ, მე ვიცი რომ თქვენ განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულება გაქვთ ქრისტიანების მიმართ. თქვენ გაქვთ ძალიან მეგობრული დამოკიდებულება იერუსალიმის პატრიარქთანაც, იმიტომ რომ ყველგან აქ ხედავ მის პორტრეტებს, თქვენს ფოტოებს პატრიარქთან ერთად. მე მინდა ეხლა გკითხოთ თქვენი და უშუალოდ იერუსალიმის პატრიარქის მეგობრობის შესახებ. იცით, მინდა გითხრათ, რომ მე არამხოლოდ იერუსალიმის პატრიარქთან მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა. მე ვიყავი ის პიროვნება, რომელმაც ბეთლემში დააარსა კათოლიკური უნივერსიტეტი და 25 წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი ვიყავი. ასე რომ მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს როგორც მართლმადიდებლებთან, ასევე კათოლიკებთან. ამის შემდეგ კი მე მოვედი ამ სასტუმროს ხელმძღვანელად 1995 წელს, მას შემდეგ რაც ჩემი ძმა გარდაიცვალა. ასე რომ მე ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობები მქონდა ეკლესიასთან. ასევე არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მინდა რომ გითხრათ. ჩემს გარშემო არსებობენ ადამიანები, მუსლიმები, ქრისტიანები, ებრაელები, რომლებიც მეუბნებიან, აბუ ამელი, თქვენი სახლი 2004 წელს გაყიდეს. და თქვენ შემოგთავაზეს თანხა, რომ დაგეტოვებინათ თქვენი სასტუმრო. რატომ იცდით აქ და ნერვიულობთ ამის გამო? ეს უკვე თქვენი პრობლემა აღარაა. მაგრამ მათ არ იციან ჩემს სულში რა ხდება და ამ შენობას რა ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. როდესაც 6 წლის ვიყავი, აი ამ აივანზე ვიდექი. მე ყოველთვის მამაჩემის გვერდით ვიყავი და არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რის გამოც მე მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს მიმართ. როგორც იცით, 1967 წელს ომი დაიწყო ისრაელსა და სამ არაბულ სახელმწიფოს შორის. ომის დაწყებიდან მეორე დღეა. მე სახლში ვიმყოფებოდი და მამაჩემი ჩემს გვერდით იყო. ოჯახში ასაკით ყველაზე პატარა მე ვიყავი. და ამ დროს მამაჩემს უთხარი, რომ მამა, მინდა წავიდე და ჩვენი სასტუმრო ვნახო, რა მდგომარეობაშია ომის გამო და სირბილით წამოვედი სახლიდან.
რომელიც 5 მილის მოშორებით იყო I came სასტუმროდან. walking and running from where I live 5 miles away. And then through როდესაც ძველი the old ქალაქის city, გავლით სასტუმროს coming up უახლოვდებოდი, the road of the ბერძნულ Greek საპატრიარქოს Orthodox ჩაუარე. Patriarchate, ამ დროს საპატრიარქოს at the შესასვლელში entrance of the შემომხვდა Patriarchate ბერძნული at that საპატრიარქოს მაშინდელი ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, met the რომელსაც director ძალიან of the კარგად finance ვიცნობდი ჯერ კიდევ department 1959 წლიდან. 49 when my father was here. და ამ დროს მან დამიძახა აბუ ვალიდ, აბუ ვალიდ, როგორ არის мама? და ამ დროს დავიწყე ტირილი. მან შემომხედა და მკითხა: რამე პრობლემა გაქვს? რატომ ტირი? მე არაფერი უპასუხე. მან ისე მკითხა: რამე პრობლემაა? мама როგორაა? მე უთხარი ის კარგადაა თქო. მერე ადგა და ჯიბიდან ამოიღო თანხა და მომცა და მითხრა რომ ეს თანხა მამას გადაეციო. იმ ომის დღეებში, როდესაც ჩვენ ძალიან გვიჭირდა, სწორედ მან გამოგვიწოდა დახმარების ხელი. ასე რომ ეს არის პრობლემები, რომელიც ჩემი სულის სატკივარია. და ამის გამო მაქვს დიდი პატივისცემა იერუსალიმის ეკლესიის მიმართ. დღეს კი ჩემი შვილები აგრძელებენ ისეთივე თბილ ურთიერთობებს ბერძნულ საპატრიარქოსთან და მის უნეტარესობასთან იერუსალიმის პატრიარქთან, როგორიც მე მაქვს. როდესაც კარგი დღეები გვაქვს ამ სასტუმროში, მისი უნეტარესობა ყოველთვის ცდილობს გამოხატოს ერთი რამ, რომ ის არის ამ ხონების მფლობელი. ის რასაკვირველია პატივს ცემს ისრაელის პოზიციას და იმას, რომ მათ კონტრაქტი გააფორმეს წინა პატრიარქთან ირინეოსთან, მაგრამ ის ყოველთვის მობრძანდება აქ და ხვდება უცხო ქვეყნის ელჩებს, გენერალურ კონსულებს, უმაღლეს თანამდებობის პირებს, ასევე სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს, რათა აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ მისი სული კვლავ აკტრიალებს, რომ მას უყვარს აქაურობა და მას უყვარს იაფოს კარიბჭე და ის იცავს ქრისტიანულ მემკვიდრეობას. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მის უნეტარესობას. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რათა ერთად გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც ახლა ჩვენს წინაშეა. მართალია ჩვენი საქმე ახლა სასამართლოშია, თუმცა მე მჯერა რომ ერთ დღეს ეს ქონება კვლავ ეკლესიას დაუბრუნდება. ვინაიდან მეც ისევე მჯერა და მწამს ღმერთის, როგორც მის უნეტარესობას. ახლა მინდა ერთი რამ გითხრათ სულან. როდესაც თქვენ და გიორგი აქ მობრძანდით და ხატი მოაბრძანეთ და მე თქვენი ხატი პირველად დავინახე, შეიძლება თქვენ ვერ შეამჩნიეთ ეს, მაგრამ მე თვალებზე ცრემლები მომადგა. მიუხედავად იმისა, რომ მე მუსლიმი ვარ, თქვენი მოსვლა ჩემს სახლში ღვთის დალოცვად მივიღე. და როდესაც თქვენი და პატრიარქის ერთობლივად გადაღებული ფოტო ვნახე და ხატის ფოტო ვნახე, რომელიც საპატრიარქოში იყო გადაღებული. თუ გახსოვთ, მეც გთხოვეთ, რომ მინდოდა თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება. მინდოდა ხატის თუნდაც მცირედ ნაწილს შევხებოდი და ისე გადამეღო ფოტო, რადგან მინდოდა დალოცვა და კურთხევა მიმეღო. I will carry part of the icon also and take a picture because also this is a blessing for me, it's a blessing for God. That's my love to Christianity. ეს არის ჩემი დიდი სიყვარულის გამოვლინება ქრისტიანებისა და მთელი სამყაროს მიმართ. რამე იცით გითხოთ, თქვენ ძალიან განათლებული ადამიანი ბრძანდებით და მინდა გითხოთ, რა იცით ქართველებს და საქართველოს? ჩემი ოჯახი სტუმრად იყო ჩამოსული საქართველოში. ჩემი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და როდესაც ისინი დაბრუნდნენ, მიყვებოდნენ ქართველების სტუმართმოყვარეობის, კაცთმოყვარეობის და რა თქმა უნდა ქართველების სამზარეულოს შესახებ. ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ. შოქშიც კი იყვნენ. ამბობდნენ, ეს სრულიად განსხვავებული კულტურაა. ჩემმა შვილიშვილებმა მითხრეს, რომ ამ ხალხს ყოველთვის ღიმილი აქვთ სახეზეო. ასეთი რამ სხვა ხალხებში არ გვინახავსო. ეს სტუმართმოყვარე ღიმილი მათ დაბადებიდან დაჰყვებათ. ისინი სტუმართმოყვარეები და კეთილები იბადებიან.
they are ჩემი born ოჯახი ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა they are born საქართველოდან. to be kind, გადაიღეს უამრავი and ფოტო that's საქართველოში. why they have really enjoyed ულამაზესი the პეიზაჟები pictures და of, ულამაზესი Georgia. მთები. They went საქართველოში to საუკეთესო სამზარეულო და საუკეთესო მომსახურებაო. მე იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს მეც ვესტუმრები საქართველოს, სანამ ცოცხალი ვარ. Before I die, I visit Georgia as well. მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ეს სასტუმრო არის იაფოს კარიბჭის შესმოსასვლელში. პრინციპში მე მიჭირს წარმოთქვა სიტყვა სასტუმროც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში თუ ცხადი არაფერი არ არის. ეს სასტუმრო ჩემთვის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ჩემთვის ეს სასტუმრო და ეს გარემო არის ძეგლი თავის მფლობელებიანად. იცით, ეს ერთიანი დიდი კულტურა, რასაც აქ ნახულობ. ამ ისტორიულ სახლში ძალიან ბევრი მოვლენა ხდებოდა. იყვნენ მწერლები, რომლებიც წერდნენ წიგნებს, იმართებოდა ძალიან მნიშვნელოვანი სადილებიც, მათ შორის მისი უნეტარესობის სადილებიც. მოდიოდნენ საინტერესო ადამიანები. რა ხდებოდა ამ სახლში მთელი ამ პერიოდის მანძილზე? ვინ მოდიოდნენ აქ? You see, იცით, იერუსალიმი თავისთავად არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი მთელს მსოფლიოში, by itself, რადგან აქ არის სამი მონოთეისტური it რელიგია. is one of the most important places in the world. Why? Because you have the three monastic religions. You have აქ არიან the ქრისტიანები, Christians, არიან მუსლიმები you have და the არიან Jews ებრაელები. living here, იერუსალიმში არის სინაგოგები, the synagogues არის მეჩეთები are დაცული there in Jerusalem. და რა თქმა უნდა არის ქრისტიანული წმინდა ადგილების The შემონახული. mosques are there, they are safe as ever, and the old Christian sites are safe also in Jerusalem. So from Jerusalem იერუსალიმიდან and being და conscious იაფოს again, კარიბჭიდან it და აი is ამ სახლიდან, something სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, traditional რომელიც house თავისთავად that we დიდი have. ტრადიციების მქონე that ადგილია. every stone in this place ყოველი talks to ქვა, itself. რომელიც ამ ადგილზე From არის, the თავისივე 1900s, ისტორიას თვითონვე ყვება. When my father took the place in 1949, for example, 1959 წელს, როდესაც მამაჩემმა ეს ადგილი აიღო, აი ამ ჰოლში მან მოაწყო იერუსალიმის პირველი კინოთეატრი. იცით, ეს დიდი ტრადიციების მქონე შენობაა. ვიღაცისთვის ეს შეიძლება უბრალოდ ძველი შენობაა, მაგრამ პირადად ჩემთვის აქ ყოველი პატარა კუთხე თუ ქვა თვითონვე ლაპარაკობს. ეს ისტორია. Yes. როდესაც მე იაფოს კარიბჭეში შემოდივარ და მოდივარ ამ ადგილას, რომელსაც ახლა ომარ იბნ ალ-ხატაბის სკვერი ჰქვია და ვუყურებ ამ უძველეს კედლებს, მე მათ ველაპარაკები. როდესაც მე მათ ვუყურებ, ვხედავ, ზოგჯერ ეს ქვები იღიმიან და ზოგჯერ ეს ქვები ტირიან. ჩვენ, მე და ჩემი ოჯახი, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შენობა გადავარჩინოთ. ეს არ არის მხოლოდ სახლი, ეს არ არის მხოლოდ ქვები, ეს არ არის მხოლოდ შენობა. ეს კულტურული მემკვიდრეობაა. და მე და ჩემი შვილები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის შევინარჩუნოთ. ეს შენობა იაფოს კარიბჭესთან არის ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის დამცველიც. ვინაიდან შენობის ერთი მხრიდან შედის მთავარი გზა კათოლიკურ საპატრიარქოსთან, ხოლო მეორე მხრიდან იერუსალიმის ბერძნულ მართლმადიდებლურ საპატრიარქოსთან. ასე რომ მე ამ ყველაფრის ცენტრში ვარ. ერთი მხრიდან კათოლიკები არიან, მეორე მხრიდან ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოა. ხოლო ჩემს კი ომარ იბნ ალ-ხატაბის სკვერია, სადაც მუსლიმები არიან. ასე რომ მე დიდი პასუხისმგებლობა მაგისრია ამ შენობის, ამ კულტურული მემკვიდრეობის წინაშე, რომელიც იაფოს კარიბჭესთან მდებარეობს. ეს არის მოკრძალებული სახლი. სასტუმროები მთელს მსოფლიოშია, რომელსაც მხოლოდ ოთახები აქვს. აქ კი რაღაც უფრო მეტი დაგხვდებათ. აქ დაგხვდებათ კულტურა, აქ დაგხვდებათ ისტორია, რომელსაც სხვაგან ვერ სადნახავთ. მე ბევრი წამიკითხავს ქართველების შესახებ, რომლებიც დიდი ხნის წინათ პალესტინაში ჩამოდიოდნენ, მათ ააშენეს ტაძრები,
რომლებიც მაგალითად ეხლა სომხებს აქვთ. ასევე მათ ააშენეს სხვა დიდი ეკლესიები იერუსალიმში. ასე რომ მე ძალიან კარგად მესმის ქართველების და მჯერა ქართველებსაც ესმით ჩემი, როდესაც ვამბობ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობებისთვის. და მინდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც დავამატო. ჩემი მიმართვა ასეთი იქნება საქართველოს ეკლესიის მიმართ, ქართველი დიპლომატების მიმართ, იმ საპატივცემულო თანამდებობის პირების მიმართ, როგორიც არის პრეზიდენტი და პრემიერი, რომ მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ახლო ურთიერთობა იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. More and closer relationship with the church in Jerusalem, which is the Greek Orthodox Church. I know his beatitude very well. მე ძალიან კარგად ვიცნობ მის უნეტარესობას, თეოფილე მესამეს. ის ძალიან გულმოწყალია, მას ძალიან კეთილი გული აქვს. და ჩემი პირადი გამოცდილებით მასთან ურთიერთობაში, ის არის ქრისტიანობის ავანგარდში იერუსალიმში. და საქართველოს ეკლესიის არ ყოფნა აქ დიდი დანაკლისია. და ველოდები იმ დროს, როდესაც ქართველები კვლავ ჩამოვლენ და უფრო ხშირად ესტუმრებიან წმინდა მიწას, ეწვევიან იერუსალიმს და თქვენი ურთიერთობები მის უნეტარესობასთან გაუმჯობესდება. გიორგი და ზურა, ის რაც თქვენ შეძელით, ეს მანამდე არავის გაუკეთებია. თქვენ დიდებული საქმე გააკეთეთ. თქვენ საძირკველი ახალ ურთიერთობებს ჩაუყარეთ. და იმედი მაქვს, რომ როდესაც დაბრუნდებით საქართველოში, სახელმწიფოს და ეკლესიის მეთაურები მოისმენენ ჩემ აზრს, მოგისმენენ თქვენ და იტყვიან, რომ მართალია ჩვენ ქართველები დიდი ხანია შორს ვართ წმინდა მიწისგან, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ. და ისე აღარ მოხდება, როგორც მე-18 საუკუნეში, როდესაც ქართველებმა მიატოვეს წმინდა მიწა და უკან აღარ დაბრუნებულან. და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ დაბრუნდებით და კიდევ უფრო უკეთესი ურთიერთობები გექნებათ მის უნეტარესობასთან. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მისი უნეტარესობის გვერდით დგას დიდებული პიროვნება, არქიეპისკოპოსი არისტარხო, რომელიც არის საპატრიარქოს სამდივნოს ხელმძღვანელი. და ველოდები იმ დღეს, როდესაც პირადად თქვენ, ქართულ ხალხთან ერთად და საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფო მეთაურებთან ერთად იერუსალიმში კვლავ ჩამოხვალთ და ქართველები დაბრუნდებიან აქ. და იმიტომ რომ ზურაბ, თქვენ და გიორგი ხართ ამ სასწაულმოქმედი ხატის მცველები, რომელიც ჩემი სულის სიღრმეს შეეხო, მინდა გითხრათ ერთი რამ. იმ ოთახში, სადაც თქვენ გეძინათ და ხატი იყო დაბრძანებული, მე გავაკეთებ პოსტერს ხატის შესახებ. და მე ამ ოთახს დავარქმევ ქართველების ოთახს ამ სასტუმროში. მე პირობას ვდებ, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებ. ისევე როგორც გავაკეთე 7 მწერლის ოთახი, რომელიც აქ მე-19 საუკუნეში იყო ჩამოსული. ასე რომ, როდესაც ქართველები აქ ჩამოვლენ და იკითხავენ, სად არის ის ოთახი, სადაც ზურაბმა და გიორგიმ ხატი დააბრძანეს, მე მათ მივიყვან და ვაჩვენებ იმ ოთახს და იქვე იქნება პოსტერიც ხატის შესახებ. ბოლოს მე მინდა გადაუხადო მადლობა ამ ინტერვიუსთვის. მე მინდა გადაუხადო ამ ადამიანს მადლობა მისი არსებობისთვის. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ. აი გამონაკლისი რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობები რომ ჩამოყალიბდება მეგობრული ადამიანებს შორის, აი ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს მე და გიორგის. ჩემთვის ეს ადამიანი არის ნამდვილი ლეგენდა, მართალი რომ გითხრათ, ეს ინტერვიუ ვერაფრით ვერ შეავსებს ისტორიას, ვერაფრით ვერ ამოწურავს ამ თემებს, მაგრამ ჩემთვის ეს არის მასწავლებელიც, მაჩვენებელიც იმისა, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე როგორ უნდა შეინარჩუნო ადამიანმა ღირსება ბოლომდე და მე სულ ყოველთვის ვამბობ, როდესაც იერუსალიმში ჩამოვდივარ, რომ ეს ადამიანია პირველ რიგში ჩემთვის იერუსალიმი, იმიტომ რომ იგი მოიცავს ყველაფერს. მინდა მადლობა გადაუხადო ყველაფრისთვის, დავემშვიდობო და ვუსურვო
არ ვიცი, ვუსურვო ის, რომ ყველაზე მთავარი მან რაც შექმნა ეს საოცარი სამყარო იყოს იერუსალიმში, მანამ სანამ იერუსალიმი არსებობს. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ზურაბ და გიორგი. იცით, ზოგჯერ არის მოვლენები, რომელსაც თავად ღმერთი განაგებს. რატომ არ შეიძლებოდა ისე მოხდარიყო, რომ თქვენ სხვა რომელიმე მდიდრულ სასტუმროში დარჩენილიყავით, მაგრამ თქვენ ღმერთმა აქ გამოგაგზავნათ ხატთან ერთად. ეს დალოცვაა ჩემთვის. ის რომ ზურაბი და გიორგი აქ მოვიდნენ, ეს ღვთის საჩუქარია ჩემთვის. მახსოვს, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მამა ჩემი ყოველთვის ამ სიტყვებს მიმეორებდა. ღმერთი ფულს და დალოცვას შენი ბალიშის ქვეშ კი არ დებს, არამედ ის ზეციდან გაძლევს ამის კურთხევას. და ჩემთვის თქვენი ვიზიტი ჩემთან ზეციდან მოვლენილი კურთხევა და დალოცვაა. და ასევე მინდა ქართველ ხალხს უთხრა, რომ როგორც მე დამლოცა და მაკურთხა უფალმა ამ ხატის მობრძანებით, ასევე დაგლოცავთ თქვენ ამ ხატის საქართველოში ჩამობრძანებით. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ მადლობა და მჯერა ახდება ის ოცნება, რომ თქვენ ისევ ჩამოხვალთ იერუსალიმში. მარტო თქვენ კი არა, ზურაბ და გიორგი, არამედ ვისურვებდი თქვენთან ერთად ჩამოვიდნენ უმაღლესი ოფიციალური პირები. კონკრეტულ სახელებს არ დავასახელებ. სახელმწიფოს მეთაური, მინისტრები, ეკლესიის მეთაურები, ქართველი ხალხი თქვენთან ერთად უნდა ჩამოვიდნენ. იერუსალიმის ბერძნულ ეკლესიას შევატარებდი ხელოვნების ნიმუშს, მოზაიკას. იერუსალიმის ეკლესია სოფლიოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აერთიანებს. ზურაბ და გიორგი, თქვენ ისტორიას ქმნით. თქვენ რასაკვირველია შეგიძლიათ დარჩეთ საქართველოში და წიგნების კითხვით და წერით დაკავდეთ. მაგრამ ჩემთვის, კაცისთვის, რომელიც 80 წელსაა მიტანებული, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ისტორიის შემქმნელები ხართ, როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე საქართველოს ეკლესიისთვის და სახელმწიფოსთვის. და იმედი მაქვს, რომ თქვენ მალე ისევ ჩამობრძანდებით და ყველა იმ გაუგებრობას, რომელიც არსებობს, გვერდზე გადადებთ და იერუსალიმი კვლავ ყველა ქრისტიანის სახლი იქნება. Thank you for everything. Thank you.